ვინ უნდა იყოს ილია თოფურიასთვის შემდეგი? არმან ცარუკიანი, პედი ვიმბლედი, ჯასტინ გეიჯი. ამაზე მიდის ძალიან დიდი დავა და ძალიან ბევრი ინტერვიუს ჩაიწერა ისეთ ადამიანებთან, როგორც არის ხაბიბ ნურმაგომედოვი თუ სხვა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ჰაბჟის სივრცეში, ავტორიზებულ რესელერში, ისეთი დიდი კომპანიებისა, როგორც არის Puma, Adidas, Nike, Macron და სხვა. ეს კი Sozofite Corner-ია და ვისაუბრებთ ილია თოფურიაზე და ილია თოფურიას მომავალზე. არმან ცარუკიანი არის ის ადამიანი, ალბათ, რომელიც როსტერზე ახლა ყველაზე მეტად იმსახურებს ილია თოფურიასთან დაპირისპირებას. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს ის ფაქტი, რომ ჩვენ საუბრობთ UFC-ზე. ჩვენ საუბრობთ დანა ვაიტზე და UFC არ არის რაღაც საზოგადო პლატფორმა, ეს არის კერძო კომპანია, რომელიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. არმან ცარუკიანს უკვე ჰქონდა სატიტულო ორთაბრძოლის შანსი ისლამ მახაჩევთან, რომელიც გამაზა. და რა ხდება ახლა? დანა ვაიტმა მას უთხრა, რომ შენ თუ გინდა რომ სატიტულო ორთაბრძოლის შანსი კვლავ მიიღო, აუცილებელია რომ მოიგო მორიგი ბრძოლა. ვისთან უნდა მოიგოს მორიგი ბრძოლა? ამაზე კი არმანს პასუხი არ აქვს, იმიტომ რომ ბრძოლა თითქმის არავისთან არ უნდა და დარბის და ილია თოფურიაზე რაღაც ვიდეოებს წერს და მის გამოწვევას აგრძელებს. ცარუკიანს შესთავაზეს გამროტი. გამროტი კი მერვე ადგილზე ახლა და ცარუკიანმა დაიწუნა და ასე ვთქვათ გამროთა ბრძოლას არ ვაპირებო, რაც ძალიან არალოგიკურია, იმიტომ რომ რეალურად ცარუკიანის უკანასკნელი მარცხი ზუსტად მათეურს გამროთა მოდის. კი, ახლო ბრძოლა იყო, კი, ბევრი ფიქრობს იმას, რომ ცარუკიანმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვა, თუმცა ფაქტად რჩება, რომ ცარუკიანი ამ ბრძოლაში დამარცხდა და რემატჩის შანსი ჰქონდა იმის შანსი ჰქონდა, რომ რევანში აიღო, თუმცა ამ შანსზე მან უარი განაცხადა. რა ხდება ახლა? ცარუკიანმა ბოლოს მიხვდა, რომ საბოლოოდ დანა არ მიცემდა ამ სატიტულო ორთაბრძოლას, თან ამას დამატებული ისიც, რომ ილიამ თქვა, რომ ახალი წლის პერიოდში უნდა რა ბრძოლის გამართვა დეკემბერი, იანვარი, თებერვალის პერიოდში. მე უფრო ვფიქრობ, რომ თებერვალი ყველაზე კარგი ვარიანტი არის ილიასთვის. ცარუკიანმაც მიხვდა, რომ მოდი ამ პერიოდს გამოვიყენებ ბრძოლისთვისო და სასურველია, რომ ვინესთან მომდევნო ბრძოლა ჩავატარო. თუმცა გამროთან მაინც უარი განაცხადა. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ყველაზე სასურველი მეტოქე პედი პიმბლეტი იქნება, მაგრამ პედი პიმბლეტს რამდენად მისცემენ ცარუკიანს, ამაზე დიდი კითხვის ნიშნებია. იქიდან გამომდინარე, რომ პედი პიმბლეტი ილიასთვის ერთ-ერთი სხვა მატჩაპია. მაგას კიდე ცალკე ვილაპარაკებთ. შესაბამისად, პედი პიმბლეტს თუ არ მისცემენ მათეურს გამროძა თუ უარს ამბობს, საინტერესოა ვისთან უნდა ჩაენიშნოს ბრძოლა. ჯასტინ გეიჯი არის ის, ვისაც ასე ვთქვათ, პრეტენზიები აქვს სატიტულო ორთაბრძოლაზე, თუმცა ჯასტინმა უკვე განაცხადა, რომ ან ილია თოფურიასთან ვიჩხუბებ საჩემპიონო ორთაბრძოლას, ან საერთოდ კარიერას დავამთავრებო. ყველას რაღაც ულტიმატუმი აქვს წამოყენებული, ყველამ რაღაც თავისი პირობები დადო მაგიდაზე, თუმცა საინტერესოა ბოლოს და ბოლოს როგორ დაალაგდება ეს სიტუაცია. პედი პიმბლეტს კი რატო არ მისცემენ ახლა ცარუკიანს? პედი პიმბლეტს და ილია თოფურიას შორის არის ისეთი დაპირისპირება, რომელსაც ხელოვნურად ვერ შექმნენ. ალბათ ყველამ გახსოვთ, რომ გურამ ქუთათელაძემ პედი გამოიწვია, როდესაც პედის UFC-ში დებიუტს მართავდა, გურამ ქუთათელაძემ გამოიწვია იგი, რომ მასთან ებრძოლა. პედიმ კი ძალიან უხეშად უპასუხა, საერთოდ ქართველებს დასცინა, საქართველოს ცუდად მოიხსენია, რაღაც ისეთი კომენტარიც გააკეთა, რომ ეხლა მესმის რუსები რატო ბომბავენო საქართველოსო და ქართველებსო, რაზეც ცხადი არც გურამისგან, არც ილიასგან, არც მაგ პერიოდში ამირან გოგოლაძისგან და ზოგადად ქართველებისგან პასუხის ნაკლებობა არ განუცდა, იმიტომ რომ ყველამ უპასუხა სათანადოდ. ილია თოფურია კი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ინიციატივა გამოიჩინა პასუხში და არა მხოლოდ Twitter-ზე შემოიფარგლა ამ პასუხით, არამედ ბრიტანეთში, სადაც ჯაი ჰერბერტთან ბრძოლა გამართა, ჩააკითხა პედის, ასე ვთქვათ, გადაეკვეთა იქ და შეხრა-შემხრაც მოუწიათ. იქ აგინა კიდევაც ხელითაც გაიწია და ისეთი ბედბლადი ჩამოყალიბდა მათ შორის, რომელსაც მარკეტინგულად ხელოვნურად UFC ვერ შექმნეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული პედი და ილია ყოველთვის ცვლიან სიტყვებს იქ პრესკონფერენციაზე, სოციალურ მედიაში თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, UFC-ს აწყობს ესეთი დაპირისპირება და პედის არ მისცემს ისეთ მეტოქეს, როგორც არმან ცარუკიანია. იმიტომ რომ დანა ვაიტი და UFC მაქსიმალურად შეეცდება, რომ პედი კიდევ წინ წაწიოს, ილია თოფურიამდე საჩემპიონო ორთაბრძოლამდე მიიყვანოს და შემდგომ ეს საჩემპიონო ორთაბრძოლა ილიასა და პედის შორის ძალიან მაგრად გაყიდოს. არმან ცარუკიანი კი ძალიან სახიფათო მეტოქეა. სახიფათო მეტოქეა პედისთვისაც და ფავორიტი იქნება პედისთან დიდი ალბათობით და არ აწყობს დანას ის
ფაქტი, რომ პედი ცარუკიანმა ჩაკლას. როცა შეიძლება რომ ილია თოფურიასთან დაპირისპირება გააკეთოს და ძალიან მაგრად გაყიდოს ეგ კარდი. შესაბამისად, პედისთვის ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იყო, რომ ჯასტინ გეიჯისთან გაემართა ბრძოლა და რატო ჯასტინ გეიჯისთან? ჯასტინ გეიჯი არ არის, ასე ვთქვათ, აბუჩა დასაგდები პერსონა, თუმცა აუცილებელი არის პედისთვის, რომ ტოპ 5-ში დაამარცხოს, ვინმე იმისთვის, რომ საჩემპიონოთა ბრძოლაზე გავიდეს. ტოპ 5-დან კი ყველაზე სუსტი გრეპლინგი აქ ჯასტინ გეიჯის. საერთოდ მე თუ გითხავთ გრეპლინგი მგონი საერთოდ არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბექგრაუნდით მოჭიდავე არის, თუმცა MMA-ში და UFC-ში ხედავთ მხოლოდ მის ნოკაუტებს და დგომით ბრძოლას. ჩარლზ ოლივეირამაც და ხაბიბმაც ჯასტინ გეიჯი მიწაზე გადაყვანიდან წამებში დაასაბმით. კი, ის ოლივეირა, ის ხაბიბია და ძალიან დიდი სახელები არიან და მესმის, რომ ხა ოლივეირასთან და ხაბიბთან რთული არის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის გაწევა მიწაზე, მაგრამ მიწაზე გადაყვანიდან წამებში დასაბმითება ასეთ უმაღლეს დონეზე, მაინც რაღაცასაც მეტყოლობს, ხო? თან ყველამ ვიცით, რომ გეიჯი არ არის დიდი დონის გრეპლერი, პედი პილმედის ძლიერი მხარე ზუსტად გრეპლინგი არის და შესაბამისად სტილისტურად შეურჩიეს პედის ისეთი დაპირისპირება, რომ მარტივად გადალახოს და მარტივად მივიდეს ილიამდე. თუმცა გეიჯი აქაც წინააღმდეგი არის, ასე ვთქვათ, პედისთან ბრძოლის და არა უშუალოდ პედისთან ბრძოლის, არამედ ნებისმიერთან ბრძოლის გარდა ილია თოფურიძე, იმიტომ რომ მას უნდა სატიტულო ორთა ბრძოლა. ილიასთვის რეალურად კანდიდატი ვინ რჩება? პედი პიბლეტი მერვე თუ მეცხრე ადგილზე არის საერთოდ და არც განიხილება, იმიტომ რომ ტოპ 5-იც კი არ არის. არმან ცარუკიანს დანავაითი არაძლევს საშუალებას, რომ სატიტულოზე იჩხუბოს, თორე რეალურად რო ვთქვათ, არმან ცარუკიანი არის ის მებრძოლი, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ახლა სატიტულო ორთაბრძოლას. ჯასტინ გეიჯის უნდა მისცეს სატიტულო ორთაბრძოლა, მას შემდგომ რაც ფიზიევი დაამარცხა. რაც ალოგიკური არის, იმიტომ რომ ფიზიევის დამარცხებით არ უნდა გადიოდეს სატიტულო ორთაბრძოლაზე. ანუ რეალურად რო ვთქვათ, ილია თოფურიასთვის ახლა არავინ არ არის ისეთი მეტოქე, რომელიც რელევანტური იქნება, ხო? იმიტომ რომ ცარუკიანს ბლოკავენ, პედის ბლოკავენ, გეიჯის ბლოკავენ, ყველას რაღაც ფაქტორი ბლოკავს. ასე რომ ლოგიკური იქნება, რომ ამ უახლოეს პერიოდში, ოქტომბერში, სავარაუდოდ, დაუპირისპირდნენ ეს მებრძოლები ერთმანეთს და გაარკვიონ, ვინ უნდა იყოს შემდეგი ილია თოფურიასთვის. პოტენციური მაჩაპები არის ცარუკიანს და პედის შორის, რაც მგონია რომ ნაკლებად შედგება. ასევე არის ცარუკიანს და გეიჯის შორის, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ რეალურად, მაგრამ ალტერნატივა არის იქინა გამომდინარე, რომ თუ გეიჯი პედისთან ბრძოლას არ დათანხმდება, პედის სხვა ალტერნატივას მოუძებნიან და გეიჯისა და ცარუკიას შორის გაარკვიონ, რომელი უფრო იმსახურებს სატიტულოზე გასვლას, ასევე ნუ ალტერნატივა არის პედი და გეიჯი, მაგრამ სადღაც მგონია, რომ გეიჯის დათმობაზე წასვლა შეიძლება აიძულონ. ნახოთ, როგორ განვითარდება, უბრალოდ ამ პერიოდის განმავლობაში UFC-თვის ასევე არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ილია თოფურია ბრძოლებს ვერ ატარებს. რაც უფრო მეტ ბრძოლას ჩაატარებს ილია თოფურია ამ დროის მონაკვეთში, მით უფრო, ასე ვთქვათ, ილია თოფურიას კარდი არის გაყიდვადი. ილია თოფური არის ვარსკვლავი. შესაბამისად, წელიწადში თუ ერთ ივენტს ატარებინები ლიას, იმისასაც რომ 3 ივენტი ჩაატარებინო, ხო? ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ მაქსიმალურად მეტი თანხის გენერირება მოახდინო, რაღაც ძალიან მაგარი კარდებით. ნახოთ რა იქნება, ნახოთ ვინ უნდა იყოს შემდეგი. იქ არის პატარ-პატარა ინტერვიუები, მაგასაც შევეხები, სადაც ხაბიბი საუბრობს იმაზე, რომ თურმე არმან ცარუკიანთან ილია თოფურიას შანსი არ აქვს, რაც არის სისულელე და უბრალოდ მარკეტინგული საშუალება იმისა, რომ თემა შეცვალო. იქ ისლამ მახაჩევი არის, რომელზეც ნაკლებად ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია, რომ მახაჩევთან ილიას ორთაბრძოლა შედგეს და მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებ რატო სხვა ვიდეოში. მაგრამ ხაბიბი რა ცდილობს? მახაჩევს და ილიადან თემა გადაიტანოს, ცარუკიანსა და ილიას შორის უფრო სიტუაცია დაძაბოს. ამას იმით ცდილობს, რომ საუბრობს, რომ ცარუკიანთან ილიას თითქმის შანსი არ აქვს. თან კაკის პოდკასტს უყურე და როგორც კაკი მისაუბრა, თურმე ხაბიბი ლაპარაკობს, რომ საერთოდ ჭიდაობით კი არა, დგომში უნდა ცემოს ცარუკიანმა ილია, რაც სისულელე არის. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ მარკეტინგული საშუალება ხაბიბისთვის, რომ მახაჩევს მეტი დრო მისცეს სხვა წონაში, ეს დრო გაიწელოს, მახაჩევიც ბერდება, რაღაც ეს დრო გაზდის და ეს ბრძოლა, ასე ვთქვათ, მიიჩქმალოს და არ შედგეს.
ნახოთ რა იქნება ეს მარკეტინგული საშუალებები ჩვენზე მაინც გავლენას არ ახდენს, მაგრამ შეიძლება სხვაზე იქონიოს გავლენა. თუმცა ფაქტად რჩება, რომ ილია დაუმარცხებელი დომინანტი მებრძოლი არის და ვისთანაც არ უნდა ჩაენიშნოს სამსამეულიდან ბრძოლა სამივესთან ძალიან დიდი ფავორიტი იქნება. ესთვის სულ ეს იყო, შემდეგი ვიდეო იქნება იმაზე, თუ რატომ არ შედგება არასდროს ილია თოფურიასა და ისლამ ახაჩოს შორის ორთაბრძოლა. ვიდეოს მიწრულს უკვე მინდა გითხრათ, რომ აი ეს ლოგო, რომელსაც ახლა ჩემს მაღლა ხედავთ, არის Gangster Barbershop-ის ლოგო, ძალიან მაგარი ბიჭების, რომელიც გამუდმებით ზრუნავენ ჩემს გარეგნობაზე, თმაზე და წვერზე და შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ დროს გავუვაროთ, იმიტომ რომ ეს ბიჭები თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. გამოიწერთ Zozo Fight Corner-ი და აბადროებით.